დღეს 22 წლის მარიამ გაბედავას გაგაცნობთ. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ფილოლოგია თავს ყველაზე კომფორტულად სრულიად სხვა სფეროში, დიზაინერობაში გრძნობს. მარიამს არ უყვარს ტენდენციურობა და ცდილობს ყოველთვის გამორჩეულად ეცვას. არც ერთი ტანსაცმელი ჩემ გარდრობში არ არის ისეთი, რომ მეყიდა და ჩამეცვა. ყველაფერი მაქვს გადაკეთებული, მიჭრილი, მოჭრილი. ხელსაქმისადმი ინტერესი ღრმა ბავშვობაში გაუჩნდა. პირველი ნამუშევარი ჯერ კიდევ 5-6 წლის ასაკში შექმნა. ჩვეულებრივი ფარდისგან მას საქორწინო კაბა შეკერა. რაღაცებს ვაკეთებდი სულ ბავშვობიდან და სულ მეუბნებოდნენ, რომ შენო ჩააბარო აკადემიაში დიზაინზე. იყო ის პრობლემა, რომ ვერ ვხატავდი და ამიტომ გადავიფიქრე, რომ ჩამებარებინა აკადემიაში. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მან სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებაზე უარი თქვა, ტენდენციურობისთვის თავის არიდება იყო. მისი აზრით, დიზაინერობა უმაღლეს განათლებას არ მოითხოვს. მთავარია გემოვნება, მატერიალური ხელშეწყობა და პიარი. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ხელსაქმეს თავი არ დაანება. ჯერ თავისთვის, შემდეგ კი სხვებისთვის აქსესუარების შექმნა დაიწყო. დედაჩემის მეგობარს ჰქონდა რაღაც მაღაზია, რომ ჩავაბარე და იქ აიყიდა 1-2 რაღაც. ეს იყო იმ ხელას სიხარული, რომ ჩემ ხელნაკეთ რაღაცაში ვიღაცამ ფული გადაიხადა, რომ სტიმული მომსამა. ამჟამად მარიამი ძირითადად აქსესუარებზე მუშაობს, თუმცა ბოლო პერიოდში ტანსაცმლის ორიგინალური მოდელების შექმნაც დაიწყო. მისი ტანსაცმლის განსაკუთრებულობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ის არ კერავს ახალ მოდელებს, არამედ სხვა ნაყიდი ტანსაცმლის გადაკეთებით, ან სულაც რამდენიმე მოდელის კომბინაციითა და პატარა დეტალების დამატებით, სრულიად უნიკალურს ამოსქმნის. ბავშვობის მეგობართან ერთად, რომელიც მოყვარული ფოტოგრაფია ტანსაცმლის გაფორმების ახალი იდეა შეიმუშავა. თაკო ფოტოებს იღებს, მარიამი კი პოზირებს. მათი მეგობრობის პერიოდში დაგროვილი უამრავი აბსტრაქტული ფოტოს გადაყვანა კი მარიამის მიერ შექმნილ სამოსზე გადაწყვიტეს. ამ პროექტის პლუსი ის არის, რომ ჩემი საავტორო უფლებები დაცულია. ყველა აკეთებს პრინტს, მაგრამ ეს ფოტოები არის ჩემი გადაღებული და თვითონ ეს კაბაც იქნება ერთი. დღესდღეობით მარიამს საკუთარი სტუდია არ გააჩნია. ნამუშევრებს კერძო მაღაზიებში აბარებს. Own World, ანუ დაიბყარი სამყარო. ასე ქვია სოციალურ ქსელში მარიამის გვერდს, სადაც მსურველებს მისი ნამუშევრების დათვალიერება შეუძლიათ. ამბობს, რომ გააგრძელებს თუ არა მუშაობას მთლიანად საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რადგან სწორედ საზოგადოებისგან წამოსული დადებითი შეფასებები მისთვის დიდი სტიმულის მომცემია და დაეხმარება საქმეს მეტი კრეატიულობით მიუდგეს.